როგორ გავიგოთ, არის თუ არა ექიმის კაბინეტი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი? გკითხე ჰერა 21-ს. დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია ჰერა 21-ის თანასწორ განმანათლებელი, რომელიც შეეძლება უპასუხოს ყველა კითხვას. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ზოგჯერ ექიმთან საუბარი შეიძლება უხერხული ან საშიში მოგვიჩვენოს. მნიშვნელოვანია, რომ ექიმი იყოს ადამიანი, რომელიც თავს კომფორტულად მოგრძნობენებს. მეგობრული ექიმი გისმენს განსჯის გარეშე. ის სერიოზულად ეკიდება შენ შეკითხვებს, გიხსნის გასაგებელაზე და არასოდეს დაქცინებს. პატივცემს შენს კონფიდენციალურობას და არჩევას. რაც მთავარია, კომპეტენტური ექიმი გეტყვის, რა ინფორმაცია რჩება კონფიდენციალურად და რა არა. ანი, როგორ მიხვდეთ, არის თუ არა ექიმის კაბინეტი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი? ამისთვის საკუთარ თავს შეგვიძლია სამი შეკითხვა დავუსვათ. პირველი, გესაუბრება თუ არა ექიმი პატივისცემით და გულთბილად. მეორე, გისმენს თუ არა ყურადღებით და ითვალისწინებს თუ არა შენს აზრს. მესამე, გიხსნის თუ არა ყველაფერს გასაგებად და აუღელებლად. შენც უნდა იცოდე, რომ ექიმი პატივისცემს შენს პირად ცხოვრებას და გადაწყვეტილებებს. ის არ არხავს ეთიკის ნორმებს. პატივისცემს შენს კონფიდენციალურობას და უსაფრთხო გარემოს ქმნის კონსულტაციის დროს. 14 წლის შემდეგ ექიმს შეუძლია არ გაანდო შენი პირადი ინფორმაცია მშობელს. ეს შენი კანონიერი უფლებაა. მშვენიერია თუ უკვე იპოვე ასეთი ექიმი. თუ არა და შეგიძლია სხვა კლინიკას მივყართო. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა. დღევანდელი პოდკასტი დასასრულს მივახლო და გაგვიხარდებათ კომენტარებში დაგვიწერთ, რა თემაზე გსურთ შემდეგ პოდკასტში ვისაუბროთ. გაიგემეტი შენი ჯანმრთელობის უფლებისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესახებ. მიმართეთ ჰერა 21-ის დისტანციურ სერვისებს.